მოკლედ ახლა აქ უნდა დავწეროთ ასეთი კოდი, ესე იგი თითქოს რესტორანში გვაქვს ჯავშანი, ჯავშნის კოდი არის ეს შონდა. მომხმარებელს უნდა ვკითხოთ სახელი და თუ ჩვენი შეყვანილი სახელი, ანუ თუ ჩვენი შევიყვანთ შონდას, მაშინ დაგვიბეჭდავს აი ამ ტექსტს, ანუ უნდა დაგვიბეჭდოს და თუ შევიყვანთ რაიმე სხვა სახელს, მაშინ უნდა დაგვიბეჭდოს აი ეს ტექსტი, ესე იგი ვქმნით ცვლაც, აი აქ როგორც არის show exercise, აი ეს დავაკოპიროთ, ჩავსვათ აქ, უდრის და ბრჭყალებში უნდა ჩავსვათ, რა თქმა უნდა, აი ის შონდა და დიდი ასოთი იყო შონდა. კი ბატონო, შონდა არის დიდი ასოთი. ესე იგი, აქაც ზუსტად ისე უნდა ჩავწეროთ. შემდეგ ახალი ცვლადი უნდა შევქმნათ. მაგალითად სახელი დავარქვათ name. name უდრის და მომხმარებელს უნდა ვკითხოთ ჩვენ სახელი. input-ი გვინდა მხოლოდ indi არ გვინდა, იმიტომ რომ string-ი უნდა შევიყვანოს მომხმარებელმა და name ვკითხოთ. name ორ წერტილი და все, მეტი არაფერი არ გვინდა. ახლა ჩვენ უნდა დაუბეჭდოთ ასეთი რამ. თუ ჯავშნის კოდი, ანუ მომხმარებლის მიერ შეყვანილი სახელი იქნება შონდა, მაშინ უნდა დაგვიბეჭდოს right this way. და თუ არ იქნება, მაგ შემთხვევაში ის დიდი ტექსტი რაც იყო ზეპირად აღარ მახსოვს ახლა. ესე იგი if name-ი ტოლია აი შონდასი არა, აი ამის. ეს დავაკოპირეთ. ჩავსვით აქ, ანუ შონდასი, იდეაში შონდასი, მაგრამ შონდა აქ არ უნდა დავწეროთ. ნუ შეგვეძლო აქ ბრჭყალებში ჩაგვეწერა შონდა. მაგრამ აქ გვეუბნება რომ მეორე ცვლადიც უნდა შექმნა ეს გლობალური ცვლადი. თორემ აი ასედაც შეგვეძლო მაგალითად ასე ეს წავშალოთ. აი ასეთ შეგვეძლო შონდა, აი ასეც შეგვეძლო, მაგრამ ჩვენ ამას არ გთხოვს. ჩვენ გთხოვს ამას. კარგი. ორ წერტილი დაუწერეთ და print გავხსენეთ ბრჭყალი, ესე იგი ჩვენ შეყვანილი სახელი თუ იქნება შონდა, მაგ შემთხვევაში უნდა დაუბეჭდოთ აი ეს ტექსტი right this way. ჩავსვით აქ. სხვა შემთხვევაში, ნებისმიერ სხვა შემთხვევაში, ანუ else ორ წერტილი ჩამოვედით print გავხსენეთ ბრჭყალი და აი ეს წინადადება უნდა დავუბეჭდოთ. Sorry, we don't have a reservation under that name. დავაწყაპუნე, ჩავსვი აქ. კაი, გავუშვათ. ახლა მაგალითად შევიყვანე ლევანი. დაგვიბეჭდა რომ წუხვა რო არ არისო ეს რეზერვაციის სახელი. შემდეგ დაუბეჭდე მაგალითად შონდა, ოღონდ ნახეთ შონდა დაუბეჭდე. პატარა ასოებით გავუშვით. მაინც წუხს უნდა შევიყვანოთ დიდი ასოთი შონდა. გავუშვით ამ შემთხვევაში right way, მაგრამ ჩვენ ასევე აქ შეგვეძლო შონდა ყოფილიყო დიდი ასოთიც და პატარა ასოთიც. აქ პირობაში ეგრე ჩაგვეწერა, მაგრამ ახლა არ გთხოვს ამას და ეგეთი დავალებები შემდეგში მოდის. გადავედით შემდეგზე.